სასწავლო თავგადასავალი იწყება. იყო და არა იყო რა, იყო ერთი ზარმაცი ბიჭი. მთელი დღე კერასთან იჯდა და ნაცარს ქექავდა. სწორედ ამიტომ მას ნაცარქექია შეარქვეს. ნაცარქექიას კარგი მეოჯახე ძმები ჰყავდა. სულ რომ ნაცარს უზიხარ, ან ჭამა არ გინდა, ან სმა ეუბნებოდნენ ყოველ დღე. ადექი, გაისარჯე, იქეთ მიდექ, აქეთ მოდექ და ოჯახში რამე შემოიტანე, თორემ იცოდე, ჩვენ შენი რჩენის თავი აღარა გვაქვს და სახლიდან გაგაგდებთო. მობეზდა ძმებს მისი უსაქმურობა და ერთ მშვენიერ დღეს მართლაც გააგდეს სახლიდან. ერთი გუდა ნაცრით გაუტენეს და ზურგზე აღკიდეს, ხელში ჩხირი მისცეს, ჩოხის კალთაში საგზლად ჭყიმტი ყველი გამოუხვიეს და გაისტუმრეს. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ბოლოს ერთ უშველებელ მდინარეს მიადგა. შეეშინდა ნაცარქექიას წყალში გასვლისა და მდინარის პირას მხართეძოზე წამოწვა. იქნებ ვინმემ გამოიაროს და გამიყვანოსო. დაინახა ნაცარქექია მდინარის გაღმა დევი და გასძახა. ჰეი, რომელი ხარ, ახლავე აქ გამოდი, მხარზე შემისვი და გაღმა გამიყვანე, ფეხის დასველება მეზარებაო. დევს ძალიან გაუკვირდა, აქ ჩემი შიშით გოლიათებს ვერ გაუვლია და ეს ვინ არის, ამას რომ მიბედავსო. შენ ბრიყვო, არ გაგიგონია ნაცარქექია, მე სწორედ ისავარო, თუ გინდა შევეჯიბროთ ერთმანეთს. შენ მან დაიღე ქვა, მე აქ ავიღებ, მოუჭიროთ ორივე მხელი და ვინც წვენი გაადინოს, გამარჯვებულიც ის იყოსო. აიღო დევმა ქვა, მოუჭირა ხელი და სულ დაფშუნა, მაგრამ წვენი ვერ გამოადინა. დაიხარა ნაცარქექია, ვითომ ქვას ვიღებო, ამოიღო ჩოხის კალთაში გამოხვეული ჭყინტი ყველი, მოუჭირა ხელი და წვენი სულ წურწურით გაადინა. გაუკვირდა დევს, ეს ვინა ყოფილაო. აბა, ახლა სირბილში გამოვცადოთ ერთმანეთიო, უთხრა ნაცარქექიამ, და ვინც მეტ მტვერსა და კორიანდელს აადენს, ის მოიგებსო. გაძუნძულდა დევი იქიდან ნაპირზე, მაგრამ მტვერი ვერა და ვერა ადინა. ნაცარქექიამ კი მოიხსნა ნაცრიანი გუდა და თან ნაცარი მიმოაბნია. ისეთი მტვერი და კორიანდელი ააყენა, რომ დევმა ვეღარაფერი დაინახა. შეშინდა დევი, ეს მართლაც უძლეველი კაცი ჩანსო. მორჩილად მხარზე შეისვა ნაცარქექია და გაუდგნენ გზას. დევმა გაუბედა და კითხა, ბატონო, ნაცარქექია ასეთი ღონის პატრონი, როგორღაც მეტისმეტად მსუბუქი მეჩვენებიო. რაო, მსუბუქიო? ხახახა, გადაიხარხარა ნაცარქექიამ. ცაში ღმერთს უხილავი თოკით უჭერი ვარ, თორემ ჩემი სიმძიმე ქვესკნელში ჩაგიტანდაო. ღმერთო, აბა, ცოტათი მოუშვი თოკი, რომ ამ დევს ენა დავამოკლებინოო. ჩუმად კი ამოიღო ჩხირი და დევს კისერში დააჭირა. დევს ეგონა მთელი ზეცაზე დამაწვაო და შეშინებულმა ხვეწნა დაუწყო, შენი ჭირიმე უთხარი ღმერთს ისევ აქციოს, თორემ მეტის ატანა აღარ შემიძლიაო. ეხლა ხომ დარწმუნდი, რა სიმძიმეც მქონიაო? კითხა ნაცარქექიამ. მართლაც მეტისმეტად მძიმე ყოფილხარო, უპასუხა დევმა და შინ მიიპატიჟა. ნაცარქექია ტახტზე დასვა, თვითონ კერა გაახურა და ცომი მოზილა. გააკეთა ერთი უშველებელი ხმიადი და ნაცარქექიას უთხრა. ამ პურზე თვალი გეჭიროს, რომ არ დაიწვას, მე ტყეში წავალ და სავახშმოდ ბარემ ნანადირევსაც მოვიტანო. კეცი წამოიქცა და ნაცარქექია ქვეშ მოიყოლა. მოვიდა დევი და ითხრა, რა დაგმართნიაო. ნაცარქექიამ უპასუხა, ცოტათი მუცელი წამომტკივდა და ცხელი კეცი დავიდევე. ახლა უკვე კარგად ვარ, მოდი და ამაცალეო. დევმა კეცი ააცალა და ვახშამს შემოუსხდნენ. პურის ჭამაში დევმა ცხვირი დააცემინა და სტუმარით ჭერში შეაგდო. მან რას აკეთებო? კითხა დევმა. რას ვაკეთებდა? აი ეს წკეპლა უნდა გამოვიღო და გვერდები აგიჭრელო. როგორ გაბედე ჩემთან ცხვირის დაცემინებაო? ღმერთო, ეს ვინა ყოფილა? აქაურობას თუ არ გავეცალე, ცოცხალი ვეღარ გადაურჩებიო. დაჰკრა დევმა ფეხი და 900-ს იქით გადაიხვეწა. დევის სახლკარი და სიმდიდრე მთლიანად ნაცარქექიას დარჩა.
ნაცარქექიამ ძმებიც იქ მიიყვანა და უთხრა: ძმებო, მუქთახორობისათვის თქვენ სახლიდან გამაგდეთ. ეს ყველაფერი თქვენთვის დამითმია. ოღონდ ლუკმა პურს ნუღარ დამაყვედრით და ნურც ნაცრის ქექვას დამიშლითო. გადაულოცა ნაცარქექიამ დევის სახლი და სიმდიდრე ძმებს, თვითონ კი აიღო ჩხირი, მიუჯდა კერას და ისევ ნაცრის ქექვა დაიწყო. ბავშვებო, ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ.